რწმენა არის არჩევანი. თუ რწმენა არის ტრადიცია, აქ უკვე პრობლემა გვაქვს. აი მაგალითად თბილისის მფარველი წმინდანი აბო-თბილელი არის ამის მაგალითი. მის შემთხვევაში რწმენა არ აღმოჩნდა ტრადიცია, აღმოჩნდა არჩევანი, მან აირჩია ქრისტიანობა და ამისთვის მოკვდა. აქედან გამომდინარე, როდესაც შეიძლება ვეკითხები ხოლმე მე ადამიანებს, რომ აი რატომ ხარ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ისინი ამბობენ, რომ როგორ ჩემი მამა პაპა ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყო და ამიტომაც ვარ მე ქრისტიანი. ეს არასწორი ხედვაა. თუ ჩვენი მამა პაპა არ იქნებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები, მაშინ ჩვენც ამ ტრადიციას უნდა გავყოლოდით? მაშინ ჩდება კითხვა. რა თქმა უნდა არა. ჩვენ იმიტომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ეს ჩვენ ქართულ კონტექსტში მინდა განსაკუთრებით დავანახო მსმენელს, რომ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ ეს მიგვაჩნია ჩვენ. ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მრავალი, ჭეშმარიტება ერთია. და რადგანაც ეს მიგვაჩნია ჭეშმარიტებად, ამიტომაც მივსდევთ არჩევნით რწმენას. და არა იმიტომ, რომ ჩვენი ტრადიცია, ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ჩვენ გვერგო ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი წინაპრებისგან, მაგრამ რა თქვა ადამიანმა, რომელიც დაიბადა სადღაც სხვაგან და არაფერი მის ტრადიციაში მსგავსი არ იყო, მან არ გააკეთო სწორი არჩევანი, მან თავის ტრადიციას გაყვეს? არა. ეს ძალიან სუფთაწყლის თეოლოგიური კითხვაა და ძნელია ამის სიღრმეებში ახლა ჩავიდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში რწმენა არის არჩევანი. თუ რწმენა ტრადიციაა, მხოლოდ აქ პრობლემაა და გარღვევაა.